Სამი ძმდება, მოგესალმებით ისევ და ისევ ცუდი ხელოსნის არხზე. წინაზე რო გითხარით, პირობა შევღებეთ ეს ღობე გავაკეთეთ. ის ღობე ხო გახსოვთ, რომ ჩალიჩობდით. ძალიან ლამაზი გამოვიდა. დიაში ხე დამუშავდა, დომინოში ვიყიდე სპეციალური ზეთი არის და იმითი, ჩვეულებრივი ლისტვინიც არის ეს ხე, მაგრამ ფერს ესეც იღებს, რა ფერსაც გინდა აირჩევდა. გარეთ რო გაუძლოს უფრო მეტად და წყალი არ შევიძეს და ბოჭკო შეკრა. ესე არის, შეიძლება შეიღება, საერთო ჯამში ენდი ისევ აქ არის. საერთო ჯამში გამოვიდა ლამაზი. რა რო გეგონათ რომ ბოლომდე საქმე არ მიყვავდა, ყოველთვის მიყვავს. დღეს ბევრი კომენტარი იყო რომ რამე საყვავილი ააწყეო מחარ. დღეს ავაწყოთ მდიდრების საყვავილეს სიასნია რკინით და ფიცრებით რა. ძალიან მარტივად იზი უნდა იყოს ეს ყველაფერი. დაჟე ისეთი სვარკა იქნება რომ თქვენ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ რომ რაღაც შიგნიდან ის იყოს, უხეშათაც რო იყოს ნასვარკი არ გამოჩნდება რა, გარედან ისეთი ლამაზი იქნება. ჩვენი ახის სპონსორია როგორც იცით, Carline Auto Import-ი. მანქანების ჩამოყვანა ვისაც გინდა შეგიძლიათ Carline-ს მიმართოთ და ჯანძაბო აქ Carline-ს მიმართოთ და ყველაზე დაბალ ფასში ჩამოგიყვანენ მანქანას და აბსოლუტურად ყველაფერში დაგეხმარებიან. როგორც იცით, მე Ford-ი მაჩუქეს F150, რომელსაც ველოდები დღეს-დღეზე ჩამოვა. მანქანის პროექტიც Carline-თან ერთად ვაკეთებ და როგორც იქნება მალე დავიწყებთ იდეაში ამ მანქანის პროექტს და გავიყვანთ ბოლოში. დღეს კიდე ეს ჩემი ეზოარი, ვაფშე ეზოს დაგათვალიერებინებ და თო რა. აქ ნახე ყვავილები ესე და კარგად ეს ჩემი გაკეთებულია. სიმეტრია, თავარი არის ეზოში სიმეტრია, ხო და მინდა რომ რაღაცა ის იყოს რა, ისინი ვიყიდე. იაპონური ნეკერჩხალი რა, ულამაზესი ნეკერჩხლები დავითრიე. ის ცოტა მზეში მენდა და ფოთლები მოეპრუწა. ამისთვის მინდა რამე ხის ლამაზი ქოთანი რა და ამიტომ ეხლა დავიწყოთ ხის ქოთანი. მანამდე მასალა ავიღოთ დომინოში. და მოვედით ჩვენ საყვარელ დომინოში, როგორც ჩვენი ახის სპონსორი არის დომინო, რომელიც გვამარაგებს სამშენებლო აბსოლუტურად ყველაფრით. ეხლა შევიდეთ და ამ ქოთნებისთვის ავარჩიოთ მასალა, თან ფასებიც ვნახოთ რა, უცებ. ყვავილები ჩემი სისუსტეა, ახლა მე თუ ნეტა არაფერი ვიყიდო და თუ წამოდი, ფიცრებში მოვედით. ახუი წელნი არჩევანი არის მართლა რა, რომ ეხლა ვეძებ რამე თხელ ფიცარს, რომელიც ძალიან თხელი არ იქნება, ორიანი იქნება და განი იქნება, ეხლა ეს დიდი არის რა. რაც შეიძლება მეტი გამოტოვება რო ქონდეს, უფრო ლამაზი იქნება და აჰა, ამას კუთხეები აქვს მომგვალებული. მომგვალებულია კუთხეები. აი ეს მინდა, ოღონდ უფრო ვიწრო. ვიწრო. სადა, თვალები ამიჭრია. ბიჭო, ის იყო პროსტა ესენი ათხოდებში დევს. აი ეს დაზიანებულებში დევს და აი ეს მინდა იმენა რა. არა? ეგ კაია. აი ზომა არის. ჰა? შეფსავები არის. უნდა ვკითხოთ ვინმეს. ეს არის პროსტა ზომაში რამდენი? 2 მეტრიანებია ესე. 60-62 ცალი ამო, 40 დარჩება 80. 3 ამოდის. თან კარგად ამოდის. 3 თუ ამოდის, 1 2 3 4. რამდენიანია? 4 და 5-იანია განში. ხო, 4 და 5, 4-იან განში 70 სანტიმეტრი 4-ზე გავყოთ, 70 4-ზე. 70-ში 4 რამდენჯერ ჩაეტევა. ანუ სიმაღლეზე რამდენი გვინდა რა, 70 გაყოფილი 4-ზე. 17.5 ცალი გვინდა ეს. მაგრამ ძალიან წვრილი ხო არ არის თქო. აი ძალიან კაი იყო რა. ფიცა. პირველი ხარისხიდან. ეს არის 96 მეტრიანი, ანუ 9, თითქმის 10 სანტიმეტრი არის რა. ბევრად ლამაზი არის ეს განი, ის ძალიან ბევრი მოუწევს. ეს ავიღოთ. წებო. ლავა, ეგ არის. კაროჩე, ეს გვინდა თითოზე წავა რამდენი? 10 ცალი, ხო? ანუ გვინდა სულ 20 ცალი ეს. ლავა, ეს. ეს ვის უნდა გამოვაწერინო? დღეს გამოვწერთ იდეაში ხა? რამდენი 20 ცალი ავიღეთ, ზედმეტობაში ავიღეთ, არის 160 ლარისა. 2-ზე გაყოფილი 80-ან 100 ლარზე ავედით, კინაც ხო უნდა ავიღოთ. მე ვიზახი რომ ლისტვინიც მაგათ ფიჭუს გაუშვებ. ფიჭუს დავამუშავებ ზეთით და არაფერი არ მოვიდა. არავინ არ მინდობა ხოლმე ამას, მაგრამ აგერ განიხი. ის ზეთი არის ჯადოქრობა მართლა რა. პროსტა წავუსვი, ჯერ ძვირიანი ხისვიძე მოყავს და მე არა პროსტა ეგრე ტოვებს რა. თან მანძილი პატარა აქვს, 60 არ ამგონია შუაგულები რომ ამოღუნ, ჩაგუნ, გადაგვინოს. ან იქიდან ფიცარს დავუდებთ. რაღაცა. ბორბლებიც გვინდა. როგორ ავდეს? გეუნევის დაღმართიდან დაგორდება ვიღაც გავაჩენო.
გავიგე დაგავიწყო ეს ტორმუზი არ არის და გამოგორდება 160 კილო. ვსო? ეგ არის 160 ლარი. ეხლა რა გვინდა? შურუპებში მოვედით. გიფსოს შურუპი არის, მაგრამ შავია და მომწონს ხოლმე და კარგა ხვრეტს. ეს არის სამარეზი, ზევიდან თარკინას რო ხვრეტს ეგეთი რა. ორნახევრიანი ხეს ცოტა ჩავა და ნახევარი შიგნით ჩავა, ზუსტად ეყოფა რა. ორასთან ხო ეყოფა. ხო. ბორბლუკები გვინდა და თუ ბორბლუკები. ამაზე თქვი დათო? ხო, აიგეთები, ტორმუზიანები. ტორმუზიანები, შეჩემა, вообще ფე ტორმუზი არ აქვს. სამოიგო. აი, ესეც არის. ო, 100 ლარი გამოდის ბორბლები. ჩემ დატორმუზდება, შეჩემა, არ მინდა გააჭვის, ნახო. თარო ჯდება 40 ლარი და ბორბლები 100 ლარის დედა შ***ი, რატო უნდა იაროს вообще. ჩვენ ვიმყოფებით ქოთნების სივრცეში, სადაც ჩვენ ახლა მოვძებნით ჩვენი დიდი ქოთნისთვის პატარა ქოთანს, სადაც ჩაიყრება მიწუნა და ჩაწვება შიგნით კიწუნა. კიწუნა ყვავილს ქვია, ჩემ პატარა ყვავილს. 60-ზე მინდა რაღაცა, რასაც მან ჩავდობ. არა, 60 არა, 52 იყო. 52, 50 და რაღაცაზე რა. აუ ხა ვინმეს უნდა უთხრა დახმარება, თორე აზრი არა აქვს. იაფიანი დიდი ქოთნები სად არის მაქსიმალური ზომა? კონკრეტული მოთხოვნით მოვდივართ ხოლმე ჩვენ რა. ნებისმიერი მაინც სხვა ქოთანში უნდა ჩავდოთ. აი ამაზე ოდნავ დიდი რო იყოს, უკვე რაღაცა. აი ცოტა დიდი და всё. აი ცოტა რა. მრგვალი რო ჩავდოთ არ მოუხდება რა. მრგვალები ხო დიდი? 32-ია მაგის დიამეტრი. 52? ან 47.5 აქვს ამის. მაგრამ ის ფიცარი ვერ გადაფარავს ამას. ჩაჯდება რა, პრობლემა. ზევიდან რო დაედოს ესე, აი ეს დარჩება. არა, პირიქით. არ ეყოფა ფიცარი. ცოტა მაღალი ისინი, ოთხკუთხედები, ძალიან მაღალი. ძალიან ძვირია უფრო. ვიდრე მაღალი. ჩვენ ვთქვით იაფად ავაწყოთ რაღაცა. ამიტომ მე ძვირია დავაზრდა. 200 ლაშინ ამას დავძებდით უბრალოდ და აი ეს უნდა ავაწყოთ. და შიგნით გვინდა რამე რო ჩავდოთ ხო და აი მაგ პრობლემაში ვართ რა. ვიღაცებს შეიძლება გონიათ რომ მრგვალი ოთხკუთხედში არ ჩაჯდება, მაგრამ მაგასაც განახებთ თუ არ ჩაჯდება. ორ წელს ავიღეთ. არა, მაინც დაგვიხარ. ძალიან დიდი მადლობა. ეს უნდა შევდო. არა. ჩემი გადმოღებულია. სათვალე მინდა და ეს მინდა კიდე რა, თარო დამინახო. აი ეს უნდა ავიღო. M2-სა. ყურები რა, ის არის. სკაპ და რაღაც გადაბმა რო კაი ხონდეს. გადაგდება გადმოგდებას რო გავუწევ. საერთოდ დიდი სათვალე, ეს აკვალანგის სათვალეები არ მომწონს. ეს არა, შენ გავტესტავთ, გაიგები? შენ უხარი პროვოკატორი, შენ ნაბუზა. შენ გავტესტოთ, იქნება არ ვარგა. რამაზესთვის მიმაქ ჯერ ესეთი, ჩემთვის კი არ მიმაქ. տեսალო შენა. 4-4-ზე უნდა წავიღოთ რკინა, დაახლოებით 2 შოლტი რა. 12 მეტრი, ну 15 მეტრი. 60 მეტრი, 4, 6, 7, 8, 9, 12, 24 მეტრი რა, ამოგვივა ყელში. კაროჩე, ეს არის ზეთი რა, რომელიც ზეთის ბაზაზეა, ალტაქსის გარე გამოყენებისა, რომელიც იდეალურ ფერს აძლევს. გოჯესტა თუ რაღაც ფერი მაქვს რა. აი გარი იმენა იდეალური, არდაქსი, ამას გავიხსენებ, ამას წავიღებ და განახებ, თქო წაუხმევ რას უშვება, პროსტა. ხით რას უშვება, იცი, გეპიცები ძმაო რა. კაიჯან თუ რაღაცა არის, ფერი არის კაიჯან ცოტა მოწითალო, მაგრამ მაგარ ფერზე სვავს იმენა, აი მილიონერების ისინი რო არის. ქოთანი, ხო იცი? აი ჯოზე ბეზოსის ქოთანი რო არის, ჯოზე ბეზოსმა დაწერა ინსტაგრამზე, რომ ალტაქსის ისაო ორჩეზის ფერი არისო, ძმაო იგი გამოყენებული. ამ საღებავებში ჩემი ყველაზე საყვარელი საღებავი არის ან ფლეიმი, ან კუდო, დანარჩენს ვერ ავხმარობ, თუდად აღვთ. ანტრაცისფერი. ეს ცოტა გრუნტის მაგვარი კი არის, მაგრამ შავი რო იყო შეჩემა. რა გიჟივით ახლა ძიშვილი. წითელ სად არის? კუდოში არ არის? შავი მაგრა იყიდება საქართველოში. არ იცი, აი.
მატოვაია 2 წელი გეყოფა? 2 წელი ეს. კარგი, ყველაფერი ერთ წუთში. დომინო. ოპა, ფასდაკლებები და მე ხო იცის ეს ჩაუფასებულ პროდუქციაზე პროსტა რომ იმაქ ხოლმე რა. დაზიანებულ საკონე საბავშვო არის ეს. აქ ისეთ რაღაცებს პოულობ შეჭება. რავი, ბოდიში. კაი. საღებავება გვინდა, კინა გვინდა. სად არის არა, აქ არც. აი. მომეცე არ შეწყვეტე. ესე იგი. ხე. ნაუშნიკები. ეს არის 4-4-ზე წინა იდეაში რაც ავიღეთ რა. დიდი ალბათობით მე გარეთ ტოვებთ ხოლმე და გვეჟანგება რა. მე ისე თავიდან კარჩ ეგ შეუქცევადი პროცესი არის ეგ რა. სო გამოვიტანეთ. დაჟე უკვე გამზადებული იყო. ეგ მაგრას, ეხლა მივედით რომ ჩვენ თვითონ გამოგვეტანა და უკვე მზად არისო რა. ცოტა ვიტინგიცეთ, ჩვენით გავიტანთ და იქიდან პასუხი დაგვახედოს რომ მზად არისო რა. მოკლედ დღეს დაგვჭირდება ქროუნის კემპი, რომელიც მულტიფუნქციურია და აბსოლუტურად ყველა ფუნქცია აქვს, რაც კი შეიძლება გქონდეს. ეს არის CO-ზე მომუშავე ქროუნი. ეს ყველაფერი შეგიძლიათ, რაც ახლა ხელსაწყოებია გამოყენებული, შეგიძლიათ ჰოლსტიზე რომ შეიძინოთ. აქეთ გვაქვს მდიდრების მაგი და ახალი ბარგალკა გამოვიდა, რომელიც არის BL მოტორი, ანუ სწრაფად ჩერდება და ბევრად დიდხანს ყოფნის ბატარეა, ეს 4 ამპერიანი, ეს ახალია დღეს უნდა გავტესტო, უკვე გაჭუჭყიან და ეს დავითრიე შპინდელის ვისაც გაინტერესებდათ ეს არგონი რაც არის რა, დღეს არ დაგჭირდება, მაგრამ მინდა რომ გითხრათ, რომ არსებობს ეს რაღაცა, ძალიან ბევრი ვეძებე და მე ბოლოს შემთხვევით ჰოლსტზე გადავაწყდი და ესეც ჰოლსტზე შეგიძლიათ შეიძინოთ. ასევე გვაქვს შურუპოვარტები, კონეტარები, კუთხოვანები ტოლსენის, ეს არ ვიცი რა დროს დაგჭირდება, ყავა არ არის იმისი ჰოლსტის და ნებისმიერი რამე შეგიძლიათ შეიძინოთ ჰოლსტზე რა. ეხლა დავიწყოთ რკინის ჭრა. რკინს რაც შეეხება Bosch Tools G-ზე შეგიძლიათ აი ეს დაანდგარი საჩუქრად გამომიგზავნეს და შეიძინოთ რა. რომ მეუბნეოდით, ხის აჭრელი და რაზე ჭრიო, შეხედე, პაბედიტებს შეხედე დათო. ახლდა ნაჩვენე პაბედიტები აქ. ეს არის დაბალბრუნიანი, რომელიც ყველივით ჭრის იდეაში რა. ეს შეგიძლიათ რომ Bosch Tools G-ზე შეიძინოთ. საყვავილი არის 60 სანტიმეტრიანი, 60 სიმაღლე ექნება 70. დაახლოებით ფოტოს ჩავსვა, ეგეთი რაღაცა უნდა იყოს. რაღაც ნაწილი დაჭრილი გქონდა. ეხლა ნახე. ეს პირველი ნაღმი უკვე დამზადდა. გვერდებთ რომ არ მოგვკლას. ეხლა გრადუს იდეაში ამას ეს იყო 45-ზე ვჭრიდით. ეხლა დავჭრით ამას ჩვეულებრივად რა სიმაღლისთვის, პროსტა ბოძებად 70-ები რაც გვინდა. ამითი მაინც ვამოწმებთ გონურათი. არასწორია. ეხლა გვინდა 70-ები 2 ცალ ქოთანს ვაწყობთ. 1 2 3 4 5 6 7 8 ცალი. 4-იანებით ვაწყობთ. დიდი ქოთნები უნდა იყოს. ხო, 8 ცალი გვინდა ხო რამაც? მოვუჩით რკინის დაჭრას, ეხლა ესენი მოსუფთავდება და მე უკვე დავიწყებთ შედუღებას. ქროუნის დედის მსერავი კემპით. სისუფთავები პირველ ყოვლისა, მოკლედ, ორი სეტი გვაქვს. 1 2. ერთი სეტი მოიცავს 4 თავს 45-ზე მოჭრილს, ქვედა მხარე, ზედა მხარე და ფეხები. 70 სანტიმეტრი, მაგრამ 62-ია მოჭრილი, იმიტომ რომ ყრუა კვადრატის ზომა არის 4, ქვევით ზევით არის 8 სანტიმეტრი და საბოლოო ჯამში გამოდის 70. თავებს უსუფთავებთ. სვარკის დროს იდეაში ესენი ჩასუფთავებული არ აქვს, აფერი ვერ მიიღებს, საცუდად მიიღებს. ამიტომ 40 ესე ვიჭერთ და ამას პროსტა უსუფთავებთ რა. ახალმა ბარგალკამ იდეალურად იმუშავა, ჯერა იმუშავა, მაგრამ იდეალური არის.
სომა მოკლე აქვს, ხელში კარგად გიჭირავს და ეს არის ტოლსენის საშლიფოკო. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ ჰოლსტ-ჯიზე. ეხლა წავიდა 4 ხედი უნდა ავაწყოთ. 1 2 3 4. სო. ამას ეხლა რო გითხრათ რომ მილიმეტრებში რამე მნიშვნელობა აქვს მეთქი. აი რაღაცა მოგატყუებს რა. ტოლსენის კუთხურები ლეგენდის თანახმად ესენი არსებობს, ესე მაგნიტს გაუთიშავ და ჩაუხტავ. საიდეში 45 გრადუსი. ოპა. სისტორი რაღაც არასწორ ზედაპირზე რო აკეთებთ. ეს არის დიდი მაგნიტები, რომ ზუსტად დაიჭიროს და არის აქნას რა. რა დიაგონალებს გადაზომავთ, თუ სწორი არის. წვერიდან წვერამდე ხა არის 84 ნახევარი, იმენა ბუძიკ წუწკიანად. ჩემი არის. და თუ მოდი ახლოდანა რომ განახო შეჭემიცა შენ. პროფესიონალი. ნუ 84 არის, ეს ხა ისინი არის რა. 84 და მე ამას გაზომავთ ამ დიაგონალს. არის ეგ არის. თუ მეტი ან ნაკლებია დიაგონალებზე მიაწვევით რომ დასვათ. დიაგონალები თუ ერთ ეგრე ესე იგი ოთხკუთხედი გაქვთ რა, რომ გვერდულად არ იყოს გაქცეული. ესე იგი კემპი მზად არის, ახურებულია, ქროუნის კემპია, ყავს ყველა ფუნქცია აქვს, ჩვეულებრივ ტიგი, მიგი, მაგი, მოგი. ვაფშე ყველაფერი. CO-ს ვაყენებთ 1 და 2-ზე, შავრთეთ, დავიდა. პრიხვატკებზე აყავს მაინც რომ არ გაგვექცეს რა. პრიხვატკებზე როგორც კი ავიყვანთ და დავამაგრებთ. ხსნით მაგნეტიკებს შეგიძლია ეგრევე ამოატრიალოთ და უკანა მხრიდან ვიწყებთ დასვარკასროპოს და ეს არ გადაწიოს მაინც გაცხელების დროს რა. აქ მოშნად პირი გვაქვს, მაგრამ ამოვავსებთ. ხო. ხიდან არასდროს გადააქვს მინუსი. ეგ არის მთავარი. დასვარკება ისწავლე თუ ეს აპარატია. შეხედე, ცუდი ხელოსანი არა ჭუჭუ. ნახე, შეჩემა, მეტი რა გავაკეთო, მაგის ამ მართლა სვარკისტი გავხდი. ნახე, ეს კემპი მომეცი, რასაც გინდა იმ ჩხირი არ დამანახო, მაგის დედა. ჩხირით ხატავს ხალხი, ბოზდიშო დავადებ, გავიტა ბოლომდე. ვერასდროს ვერ დავამუღამე რა. სო, გამაგრებულია ერთი მხარე, შეგვიძლია ამოვატრიალოთ და წავიდე ეგრევე. ეს ცალკე სიგიჟე არის. აუღებლად ეხა ვამუღამებ რა. ისიც კაია, ის უფრო მეტად მყარი არის იდეაში რა. ეს ეხა 9 ლიტრობა კვადრატი რო არის, მაინც შეიძლება გაგეხრუტოს ესე რომ მიყვები. ამას თავის წესი აქვს, რუიანები 100 მეორკათი უნდა მიყვე რა. მაგრამ რუიანები თუ არ მიყვები, შეგიძლია ესე გააკეთო რა. და თუ ეს ანახე შეთესა. აი ეს ანახე მეთქი რა. ეს არის სწორი ხაზი. აქ ოთნისთვის სავსებით საკმარისია, ამან დიდი წონა არაფერი არ უნდა დაიჭიროს რა. სო, ზევით თქვევით, გვერდებში არ უნდა. იმიტომ რომ აი ავიჩ. გამურიცხული ამას რამე უკა. ტყუილა შლიფოვკაზე მე რამაზე უნდა დაიტანჯოს, გაიგე? ამიტომ ნაჭრელი ნახე რა. თითქოს ეხა ნერწყვი რო იწევებდეს, ჩემი დავაფურთხებდი და მეტი აღარაფერი დაჭირდებოდა. 85, 84. ეს უნდა გავასწოროთ. ეს შევა, აი მე ძალიან მომიდი. აი ხა წესთიგივე უნდა იყოს. 84 ნახევარი. იმენა. თავისი დასვარდეთ. მართლა. შეჩქეონა, ეგეთი კაი კემპი, რა ვიცნო. იმიტომ კი არა, ჩემი სპონსორია. კინა მოძრავია, მიარტყი მოარტყი. ავიდა.
რამაზაროა შიფოკაზე ეგ ხო იცია. ამოძრაობით თუ იზავთ იდეაში ამოავსებთ რა ამ იმებს, ხრინჭოებს. ეს თოლსანის უხეში თავები. მეორე არის სქელი ქვა და ის მაგრა არ მევასება. არა კუთხეებში საძრომიალოდ კაია რა და ეს ზევიდან რაც არის გიჟივით. ნახე. დაშეს კრასკა ამოავსებს იდეაში რა. ესე იგი, კუთხეს როგორ ვასწორებთ? მაგნიტებით, ერთი მაგნიტზე გასწორდა, ერთი გვერდი. გვერდები სწორია. ორი კუთხე უნდა იყოს სწორი რა, აქეთა დახრა და იქეთა დახრა. ამასთან მიმართებაშია ეხა ეს სწორი რა, იმიტომ რომ ძირი ამაზე უდევს. ეს რა არასწორ ზედაპირზე ირდება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კი მაგნიტებზე გასწორდება, გვერდებიც ეგ არის. შეგიძლია შეხა ამას შიგნიდან გამოყვეთ, რომელიც არ გააშლიპოთ, იმიტომ რომ არ ჩანს ეს კუთხე. გარეთ მხარე დამაგრებული და შიგნიდან ეს არასდროს არ ატყდება. იგივე პრინციპით ვაკეთებთ 4-ვე გვერდს. წვერი გაუსწორა დადო. ის ახალი რაღაც მოვიგონე. მე ყველივითად უღებს. ეხლა არის თავარი მომენტი რა, როგორ უნდა მიხვდეთ ეს ყველაფერი სწორად გააკეთეთ თუ არა. აი მას იღებთ. ცოტა ცვლილება გააქვთ. არა ეს რამეს აკეთებთ. აი მას ადუღებ. 9 მილიმეტრის სხვაობა რა და დიაგონალზე გადაჭიმავ. თქვენს მეტი არავის ეცოდინება რომ ეს გასწორებული არის რა. ცოტა სხვაობას მოგცემთ იდეაში. შეგიძლიათ ხელით მიჭიმოჭიმონ გააკეთოთ, всё ეგა. კუბივი. ვისაც გაქვთ ფილმი ნანახი, ეგ არის. შიგნიდან შეგიძლიათ მიაჯმოაჯვათ, მაინც არავინ არ იყურება რა. ეგ აქ ნახე ნაპრალენა შევავსო დავით. რკინა სიცხეში ოდევს იღუნება რა ასე თუ ისე და მერე გიწევს ეხა ნახე ამას. всё შევისო. ადრე მია. ორი ცალი გვაქვს, ესე იგი, დომინოდან ხო წამოვიღეთ ხეები, ეხლა განახებთ, ეს არის ზეთი რა, რომელიც ანამდე გავაკეთე. წასმის სტრუქტურას განახებთ, როგორი მარტივი, ამას ურევთ, აწობთ და ეს დამრეცზე დებთ, რომ ზევიდან ქვევით პროსტა წაუსწრებთ. ეხლა ნახე მდიდრების ხე. წავიდა, დამოუყვა ერთი მხარე. კარგა უნდა შეაწოვინოთ რა. ვერდიდან გაუყვა, ლიჟბი წაესვას და ჩავიდეს შიგნით. 9 საათი აცდით. ბიჭო, 9 საათი რომ მუშაობისთვის ხელია შეგიშალოს, თორე დანარჩენი
ესე ესმევა. და მე უკვე გამოიყურება ესე რა. აკვე წასმულ დამზადებული არის იდეაში. ეს გასაშრობად იყო დამზადებული. შავი მატოვით უცებ გადავარწყავ. გადაწმინდავთ ჟესტიანი რაც არის. რო ჟანგი არ გამოიტანოს, ამით შეღებავთ იდეაში ამას მაინც ფიცარი ეყრება მერე. რესპირატორით გააკეთეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება ცუდად გახდეთ. მაგრამ ძიას ფილტრები აღარ უარგა უკვე. იგი 60 სანტიმეტრები იჭრება. 60 სანტიმეტრი ზუსტად არის მიემაგრება აქა, ესე. ესა და გვერდიდან 2 სანტიმეტრით 64-ები მოიჭრება, რომ 2 აქ დაემატოს და 2 იქ დაემატოს. და გადმოედება ამ ხეს, უკვე რომ შეკრას რა საერთო ჯამში. აცულ დალული, აძენ გალული რა. ეს არის ქროუნის ხერხი იდეაში, რომელსაც ვიყენებთ, რომელსაც აქვს ჩასვლის ფუნქცია რა, ეს ჩამოდის და ადის. დამცავი აქვს და მთლიანობაში ჭრი ეგრე რა. იმიტომ რომ აღარ მოგიწიოს მერე ეს გასმისას რამე ჩეპერუარ გაიპაროს. ეს არის ზუსტად 60. ხეები დაჭრილია, ეხა დგება მომენტი, რომ უნდა აეწყოს. ეხა არის მთავარი მომენტი, რა გამოვიდა ლამაზი თუ არა. სტუდიაში ვუხმობ გენიალურ პიროვნებას, ეს არის ქროუნის შურპაურტი, რომელიც ამ საქმეს თავის თავზე ხო აიღებს. გაგიჟდა, ერთი სული აქვს, როდის ჩააჭერს. დავიწყოთ. Padre mio, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გავიგო დედამ როგორი გამოდის. დიზაინერი, მოდი აბა ერთი შეხედე. აზრები 4-ად გაიყო რა. პირველ რიგს ვაკეთებ ხრიტავთ რა. იმიტომ ხრიტავთ, რომ აი ეს აქ მოსაჭრელი თავი და ხეს რო ჭრის და მოჭიდებს, მე ხეს ამოწევს და დააგდებს ისევ და ეს თუ დამაგრებული იქნება, ეს შეიძლება რომ ამოწიოს, ამოტეხოს რა. ამიტომ მიხრიტება რომ ეს თავისუფლად დატრიალდეს და ზედა ქუდით უჭერს უკვე იმას. ახლა განახებ. სანამ მეორე შურუპაურტი მოვა. სო დაჭიმა. ცოტა უფრო გრძელი შურუპიც კარგი იქნებოდა დავით. ეგ არის, დავით. მოუსჩა. მოუსჩა კინო. კაი სასას ვითომ ხო იზი, მაგრამ კაი ტვინი არის რა. კაროჩე. ყველაფერი ტვინის ტყვა, რაც გეზარება. რაც არ გეზარება, მე ერთ შეგრებ მალე გავაკეთე. ამოატრიალება. ესენი ისევ წაესმება, შეიღებება. მოკლედ, მოურჩით. ესეთი რაღაცა არის, ეხლა ავიღებთ ამას იქ დავდებთ, როგორ მოუხდება მაგის მიხედვით. წავიღებ ეხლა ამას, მე წავიღებ ცივი არის. რამაც მოდი ესა გადამატანით ჩემ ძმობაზე გაფიცე. აი ეს მშვიდგარემოში ნელ-ნელა ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ თქვენით მეგობრებო, თუ ტრაკიდან ხელები არ გეზრდებათ. წიაღდეთ შემთხვევაში ვერაფერს არ გააკეთებთ. თავარია მარჯვე ხელები, ცოდნა არ არის საჭირო, ნელ-ნელა ერთად ყველაფერს ვისწავლეთ. აი ესეთი გამოვიდა, რაც ძალიან ლამაზი არის. გამძლია, იმიტომ რომ რკინის კონსტრუქციაზეა შემოკლული. გადახუნდა ეს ზეთი, თავიდან გადაუცვი. მორჩა. დანარჩენი ინტერპრეტაცია თქვენთვის მომინდია. ეს ეხლა რკინიანად ალბათ დაჯდა მაქსიმუმ 80 ლარი. ამ ხელა ქოთანი პლასტმასის ზღის 350 ლარი. ძალიან ლამაზია. ფერი შეგიძლიათ თქვენ შეერჩიოთ, იმიტომ რომ ფიჭვი თეთრი არის და ნებისმიერ ფერს კარგად იღებს, მუქი, ღია, ასე შემდეგ. შეგიძლიათ ლაკი წაუსვათ, ლაკი მე არ მიყვარს, რო პრიალებს მატულ ლაკსაც ვერ ვიტან, იმიტომ რომ მე ფიფშხალება, ეს ზეთი არის ჩემი მიგნება რა. დაგემშვიდობებით,
მე ვიყავი გიორგი ცუდი ხელოსანი, რომელსაც ერთი ხელი ეძდება ტრაკიდან. I'll be back. გამოიწერეთ არხი და გახსოვდეთ, რომ ძვირი არაფერი არ აღის. ეგ ყველაფერი მდიდრებმა მოიგონეს. ღარიბებმა ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ. ტობი მოდი ჩემთან, მოუხდები კადრს. მოდი ტობი მოდი. ტობი მოდი ერთით. შენი დედა. ტობი მოდი აქ შენი დედა. ანა ბუზარი წაღლია. რომ მინდა მაშინ განამოვა რა. დონები და მაფიოზები ძაღლებთან ერთად აი ისე წყლარდები ხოლმე რა. აი მე რო გავაკეთებ და დავჟდები და უყურებ, მშვიდდები რა. ჩუგუნა. გონი ყავს ძაღლის სუნი. დავედი გავაჯვი.